სალამ მეგობრებო, მე ლადუნას უშული ვარ, თქვენი ყოფებით ჩემს არხზე. დღეს ცოტა ნაჩქარებად ვწერ ვიდეოს. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა ნამდვილად ხალისი და დიდი სურვილი ამაზე საუბრისა, მაგრამ ერთი რომ საჭიროა, ალბათ, ყველაფრის ანალიზი გავაკეთოთ სწორად და თან ძალიან ბევრი თხოვნა მოვიდა, რომ ჩემი მოსაზრებები მეთქვა იმაზე და იმის მიზეზებზე, რაც მოხდა. საუბარი, რა თქმა უნდა, არის ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჯანმრთელობას უსურვებ ილია თოფურიას, შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს, მალე აღიდგინოს და ძალიან მალე, შეძლებს დაგვარად, შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს კიდევ უფრო ძლიერი, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება ილია თოფურია. ეჭვიც არ მეფარება ამაში. სანამ დავიწყებთ იმის მიზეზებზე საუბარს, მარცხის მიზეზებზე საუბარს, მინდა ორი სიტყვით შევეხო კონსპირაციებს, გაყიდვაზე საერთოდ არ საუბრობ, საერთოდ ეს არასერიოზულია ამაზე საუბარი და ცოტა შეურაცხყოფელიც, პირველ რიგში ილიასთვის შეურაცხყოფელი და ყველა ჩვენთვის ის გაყიდვაზე ერთ ლაპარაკი მართლა ცოტა დაფიქრდით და მართლა თუ გაყიდვა, ცოტა სხვანაირად შეიძლება გაყიდვა, ხო? ჯერ ერთი მე კი არის კიდე სხვა სახის კონსპირაციები, იქ რაღაცა მოწამვლა და ასე შემდეგ, თეორიულად რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ იცი რა, მასე ყველა ბრძოლაზე შეიძლება ასეთი კონსპირაციების გამოთქმედა. ზოგადად ეგეთ თეორიებზე რაღაცა კონკრეტული მართლა ფაქტის მაგვარი თუ არ არის, მე ზოგადად არ ვარ მომხრე რომ მაგებს ჩავეჭიდოთ. ასევე გეიჯის დოპინგზე იყო ბევრი საუბარი, შეიძლება, მაგრამ მოდი რა ჩვენში ვეძებოთ, ჯობია მიზეზები, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ილიას დოპინგ გაჟღეთილი გეიჯის დამარცხებაც შეუძლია. ასე რომ მოდი ჩვენსაც მივხედოთ და ჩვენ რა დავაკელით, იმაზე ვითარდოთ და არა იმაზე გაიკეთა თუ არა გეიჯიმ დოპინგი. ხო, კიდევ ერთ მიდიას მოგცემთ კონსპირაციის თეორიის მოყვარულებს. ეს ყველაზე კაი იდეაა ჩემი აზრით. აი რაც გავაჟღერე, მე მგონი იმაზე უფრო რეალური. თუ დააკვირდებით თელ ქართს, even თელ events, ანუ ყველა ბრძოლას, დარტყმები ძალიან ბევრი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ დარტყმის ხმა ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის დროს რო იყო, არც ერთზე არ ყოფილა. განსაკუთრებით კი არა, ჯასტინ გეიჯის დარტყმებზე საუბრობ, ისეთი ხმა იყო და ავით მას თეორიულად ისიც შეიძლება რომ ხელთათმაში რამე ლითონი ჩაედოთ. მით უმეტეს ეგ მაინც უფრო ადვილია, იმიტომ რომ მებრძოლი რო ადის გალიაში, შედის გალიაში რომ ამოწევენ, როგორც მე მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, თუ რამე არ შეიცვალა, ერთი ადამიანი ამოწმებს იმის ხელთათმანის, ანუ ასulis შესვლისას და ერთი ადამიანი მოისყიდო, შენიათ შეგაპატანინებს რაღაცა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ნაწილობრივ, მაგრამ იმას ვამბობ რომ თუ კონსპირაციის თეორიებია, ეს თეორია დამიწუნეთ. კარგი, გადავიდეთ ახლა მართლა სერიოზულზე, რა იყო წაგების მიზეზები და რაც თავარია, აი მიზეზები რა იყო? ანუ გასაგებია ახლა ამას გავარჩევთ, შევეცდებით გავარჩევთ ტექნიკური და სტრატეგიული შეცდომები, რაც დაუშვა ილიას ხარემ, თუმცა რა თქმა უნდა, იქვე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ რა შეიძლება ეს გამოიწვია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ილია თოფურია, ვიცით ილია თოფურიას კუთხე და ვიცით რომ ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც შეცდომებს ეს კუთხე არ უშვებს ხოლმე და თუ რაღაცეებში შეცდომა იქნა დაშვებული, იმასაც უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, რაღაც მიზეზი. მივყვეთ მოდი ჯერ ბრძოლას და ასე ვთქვათ, მოკლედ ვისაუბროთ რა ტექნიკური თუ სტრატეგიული თუ ტაქტიკური ხარვეზები დავინახეთ, ხო? პირველი რაც მე პირადად თვალში მოხვდა თავიდანვე სხვათა შორის, მე პოსტ-სტრიმით არ ვამბობ, სტარტზე იყო ილია ძალიან პასიური. აი თუ არ მახსოვს, ახლა იმდენად ისე ვარ, ვიყავი მაგ ბრძოლის დროს ემოციებში, რომ არ მახსოვს ეს თქვი თუ არა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება თქვი კიდევ იმის დროს, რომ ძალიან ბევრი ხდებოდა ილიას, ბევრი გულისხმობ, რომ ჯებით ხდებოდა, ნახეთ ის რომ დახვდა და ცდილობდა უკან არ დაეხია გეიჯის და წინ წამოსულ ილიას ახვედრებდა რამდენიმე კომბინაციას, სხვა შორის ეს ჩემი წინა ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, იქ ქონდა ეგ თეორია, რომ უმეტესობა კი ფიქრობს, რომ წრეზე ირბენს, ხოლოვე ისიც სავით გეიჯი და ლოუ-კიკებს დაიწყებს დარტყმას მეორე ნომრიდანო, მაგრამ თუ გახსოვთ, მე უფრო მეორე თეორიის მომხრე ვიყავი, მომხრე რა, ვთვლიდი, რომ ამას არ იზავს გეიჯი უფრო შეესწება
არ დაიხიოს გალიასთან უკან და წინ წასვლის საშუალება არ მიცეს ილიასკო და კომბინაციებით დახვდეს, აი კომბინაციებში, რომელსაც ლოუ-კიკი დაამთავრებს და არ დაიწყებს მეტ. და პრინციპში ლოუ-კიკები საერთოდ ბევრი არ იყო, მაგრამ თავარია რომ მართლაც ხელებით ხდებოდა წინ და წინსვლის საშუალებას არ აძლევდა. გეიჯი უბრალოდ ერთ რამეს იყენებდა ძალიან კარგად, ანუ ჭიდაობა, რასაც ქვია, არ ჭიდაობდა, მაგრამ აი 2-3 დარტყმით ხო შეხვდებოდა, თუ მაინც იყო, ასე ვთქვათ, ჩახურვის რისკი დისტანციის, მაშინ პატარა ჭიდაობის, ასე ვთქვათ, კლინჩი შესვლა და კლინჩი რაღაც მუშაობის იმას იწყებდა, ასე ვთქვათ. ეს ქონდა ფაქტობრივად ლოუ-კიკის მაგალითად ესი არ იქონდა და კლინჩი და არა მარტო კლინჩიდან, სხვათა შორის სრუჯებიდანაც ძალიან კარგად იყენებდა, მისთვის კარგად რა თქმა უნდა, აპერკატებს და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმავე ვიდეოში, თუ გახსოვთ, ხაზი გავუსვი რომ განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ რომ აპერკატებს გამოიყენებს, ჯები და ქვემოდან აპერკატი ქვემოდან არის უნებრივია, მაგრამ ანუ სრუჯები და ორიანები აპერკატი თქო. და არა მარტო ორი კლინჩიდან კიდე აპერკატები თავზე ეცდილობდა, როგორც კი თავზე დაიჭერდა, ქვემოდან აპერკატებს უშვებდა და თუ გასვოთ სხვათა შორის პირველი ზიანი, სერიოზული ზიანი, სწორედ აპერკატი და თვალი, მარჯვენა თვალი რო ვეღარ ხედავდა ილიას, იყო სწორედ იმ აპერკატის შემდეგ, რომელიც გეიჯიმ დაარტყა პირველ რაუნდში ილიას, ეს იყო თუ სწორად მახსოვს, სადღაც მესამე წუთზე და 25 წამზე. უბრალოდ ტაიმერი რო აჩვენებს, მესამე წუთზე კი არა, countdown-ის ტაიმერი რო აჩვენებს რაუნდის ტაიმერი როცა არის 3 წუთი და 25 წამი, მაშინ აკეთებს ამას. სულ მომართული ქონდა, სხვათა შორის, ჯებით ხდებოდა, პირველ რიგში ჯებით ხდებოდა და მომართული ქონდა ჯების შემდეგ აპერკოტები და ასევე კლინჩი და აპერკოტი. აპერკოტი იყო მთავარი იარაღი. სხვათა შორის, მაშინ პარალელიც გავავლე, რომ დაახლოებით იგივე სიმაღლის არის ჩენდლერი თქო და ჩენდლერთან მუშაობდა, ასე თქო, აპერკოტები თქო, თუ გახსოვთ, წინა ვიდეოში იყო, როდესაც ამ ბრძოლაზე ვსაუბრობდი და მართლაც აპერკოტები გამოიყენა ძალიან კარგად. ნუ აღიაროთ, პირველი ბედისწერო დარტყმა სწორედ აპერკოტი მოხდა ილიას. ხო, თუ გავაგზავნოთ ესე იგი, ძალიან პასიურად დაიწყო ეს რაუნდი ილიამ და არა მარტო ეს რაუნდი, შემდგომში კიდე ცოტა წინუსწრებოდნენ სხვა დანარჩენ რაუნდებსაც, მეორეს და მესამეს რა თქმა უნდა. იწყებდა პასიურად და ამ პერიოდში ჯებით ძალიან კარგად მუშაობდა ჯასტინ გეიჯი. თითქოს რაუნდის პირველ ნაწილში ყოველ შემთხვევაში ილიას გეგმა იყო აუცილებლად ერთი დარტყმით გათიშვა, გეიჯის ერთი დარტყმით გათიშვა. და თუმცა იქვე უნდა ვთქვათ, რომ რაუნდის მეორე ნაწილში, პირველივე რაუნდის მეორე ნაწილში ილია ძალიან გააქტიურდა და მთლიანობაში რაუნდი, პირველი რაუნდი სულად არ დაასრულა ილიამ. თუმცა, რაუნდი ალბათ გეიჯიმ წაიღო, მაგრამ ისე დასრულდა რაუნდი, რომ რაღაც საფუძველი მოგვეცა ჩვენ ოპტიმიზმის. დაიწყო მეორე რაუნდი, თუმცა მეორე რაუნდში სტარტზე ცოტა გააქტიურდა სვებებას ველოდი ილიასგან, მაგრამ ხედავთ, რომ ისევ პასიურად იწყებს ილია. გეიჯი კი აგროვებს გულებს, ჯებით მუშაობს, აგროვებს გულებს, მაშინ როცა ფაქტიურად ილია აგროვებს ფაქტიურად ზიანს. აკაც რაუნდის შუიდან ზუსტად წამინდა წუთი არ მახსოვს, მაგრამ შუიდან გააქტიურდა ილია და მეორე ნახევარში მოდი ასე ვთქვათ რაუნდის და იყო ძალიან კარგი შეტევა ტანზე დარტყმებით ძირითადად და საბოლოოდ ჩაკეცა ჯასტინ გეიჯი. ილია ჩაყვა ზემოდან მოექცა და თითქოს მუშაობს, მაგრამ თითქოს არ იცის რა უნდა გააკეთოს. ანუ ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ ამ პოზიციისთვის თითქოს გეგმის მიხედვით არ იყო მზად ილია. არის ხან მაუნტზე გადავიდა, ხან საიდზე გადავიდა და იქიდან საბმიშენისა და ხან არბარზე შეუტია, ხან მაუნტიდან სამკუთხედზე, თან რომ ამას ისე აკეთებდა, რომ აი დაიწყებდა გადაიფიქრებდა. იქ იყო სხვათა შორის სიტუაციები, სადაც შეიძლებოდა იდაყვით მუშაობა. ხო, სხვა ზოგადად ჩემი აზრით მან უფრო აქცენტი უნდა გაკეთებოდა ზიანზე და ალბათ ჯობდა ერტყა და თან ერტყა ისევ ტანში, იმიტომ რომ აშკარად სერიოზული დისკომფორტი იყო ტანში. თუმცა შეიძლებოდა სხვა მხრივაც მუშაობა, ოღონდ აუცილებლად ჯობდა დარტყმებზე და იდაყვებზე გავამახვილე ყურადღება საერთოდ არ გამოყენებია იდაყვები, როცა იყო ამის საშუალებები და თუ ნახავთ თქვენ აი ტაიმერზე, ისე მეორე რაუნდის, აი რაუნდის ტაიმერზე 1:47-ზე თუ ასე ვთქვათ, დააყენებთ იმ მაგ პერიოდს თუ შეხედავთ, ნახავთ რომ
მარცხენა იდაყვისგან ძალიან დაუცველია მაგ დროს გეიჯის თავი, მაგრამ ილია არ იყენებს დარტყმებს. 1-დან 0-4-ზე უკვე მარჯვენა იდაყვით შეიძლება თავზე მუშაობა ისევ არ მუშაობს. 0-დან 45-ზე უკვე თავის მოხელთება შეიძლება იქ შეიძლება ასე ვთქვათ თავზე ნებისმიერი კიდურით მუშაობა, მაგრამ თითქოს ამისთვის მზად არ არის ილია. თუმცა ბოლო ეპიზოდში მაინც აი 0.45-ზე რომ ვამბობ, შესაძლოა მიზეზი იყოს ის რომ უკვე დაღლილია და მაინც უფრო ისვენებდა, იმიტომ რომ სისხლით ძალიან ზდიოდა უკვე და დაღლილობაზე კიდევ ვისაუბრებთ დამატებით ცოტა ხანში. რა ხდება მერე იწყება მესამე რაუნდი და სიმართლე გითხრათ მეორე რაუნდის ასე დასასრულის შემდეგ უკვე მგონია რომ შეტრიალდა ბრძოლა და აი ახლა ვიხილავთ გამანადგურებელ ილიას სტარტზე ველოდები რომ ილია მივარდება და თან ისევ ტანით დაიწყებს, იმიტომ ტანი როგორც ზიანია, იცით შეიძლება ნოკდაუნში ჩავარდე, მაგრამ რაღაც დროის მერე მით უმეტეს თუ რაუნდებს შორის შესვენება მოგისრო გამოფხიზე და გაგიაროს. ტანში ის დარტყმები რაც მიიღო გეიჯი, ის ტანი არ გაუვლიდა გეიჯის, ის ტანი არ გაუვლიდა კი არა, ალბათ მინიმუმ ერთი კვირა სერიოზული დისკომფორტი ექნებოდა ტანში და ტკივილები. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ისევ სტარტიდან ყოველ შემთხვევაში პასიურია ილია. თან ძალიან პასიურია და სადღაც წუთ ნახევარი, მას შემდეგ რაც ფაქტიურად და აქვე უსვევ ხაზს ეს გამომჩა სხვათა შორის ყველა რაუნდში, როცა დგას და ჯებით რომ მუშაობს გო, არანაირი head movement-ი. რაც ძალიან უცნაურია ილიას შემთხვევაში, იმიტომ რომ ილია ზოგადად გამოირჩევა განსაკუთრებული head movement-ი, კარგი head movement-ი. მოკლედ და მეორე საბედისწერო დარტყმას იღებს მესამე რაუნდში, სადღაც 1 წუთია უკვე გასული თუ რაღაცა, 1 დარტყმით, აი იქაც რაღაც სასწაული ხმა ისმის დარტყმის და აი რასაც ვთქვი, ჩამოიშალა ილია ამ ბრძოლაში. აი მან უკვე ფაქტიურად დამთავრდა. ეს რაუნდი ჩაამთავრა ილიამ, მაგრამ პრინციპში მაგზიანის შემდეგ უკვე არარეალური იყო მაგ ბრძოლის შემოტრიალდება. მეოთხე და მეხუთე რაუნდებზე არც ვისაუბრებ და პრინციპში დამატებით მე ხელმეორედ არც მინახია, მარტო პირველი 3 რაუნდი ნახე, ვინაიდან დიდი სურვილი არ ქონდა მაგ რაუნდების დახვისა და მე კიდე სიმართლე გითხრათ იქ რაც ხდება უკვე მეოთხე და მეხუთე რაუნდში ეს ჩვენ დღეს არ გვაინტერესებს, ჩვენ ვეძებთ მიზეზებს და ის რაც მეოთხე და მეხუთე რაუნდში იყო, ეს იყო უკვე შედეგი და რა მიზეზები. ეხლა მოდი შევაჯამოთ რა მოხდა. რა იყო პირველი ჩემი შეკითხვა გამიშა რა შეიძლება ყოფილიყო ამ პასიურობის მიზეზი რაუნდების დასაწყისში. ერთი ის რომ უკვე ბრძოლის დროსაც არ ვიცი თქვი თუ არ თქვი, არ მახსოვს ეგეთ დეტალები, მაგრამ დამჭერს საბეჭდილო რაუნდის დასაწყისში ყოველ შემთხვევაში ილიას გეგმა იყო აუცილებლად ერთი დარტყმით გეჯის გათიშვა. რაუნდის მეორე ნახევარში აქტიურდებოდა, თუმცა დასაწყისში აი მარტო ერთი და თან არც კომბინაციებს არ უყოდა. შეტევები კი რაღაცეები ქონდა ხოლმე, მაგრამ იქაც ძირითადად ერთი დარტყმა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ანუ რატომ უნდა ქონდა ეს გეგმა ილიას? პირველი რაც ასე ვთქვათ, ზედაპირულად მოდის და გაფიქრდება ადამიანს, მეტოქის დაუფასებლობა. თვლიდა რომ ძალიან მარტივი მეტოქი ყავდა და ეფექტური KO-ი უნდა გამარჯვება. ალბათ გარკვეულწილად კი დაუფასებლობა იყო და ალბათ ყველა ჩვენ ვართ ყველანი დამნაშავეები ამაში, ჩვენც ვართ ყველანი დამნაშავეები იმაში, რომ ძალიან ხაზი გადაუსვით გეიჯის და რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, ტრაბახში არ შემართოთ, მაგრამ რო ამოვიდიო, არ არის ეგეთი ხელსამოსაყრელი ეს გეიჯი, არ შეიძლება ბრძოლის ესე შეხედო, ასე ვთქვათ, მეტოქეს, რა ვქნა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ილია პროფესიონალია და თან მარტო არ არის გუნდი ყავს, არ მგონია მაინც და მაინც მხოლოდ კი არა, არ მგონია დიდად რომ ასე შეხედა თვითონ ილიას გეიჯისთვის. მეორე რაც შეიძლება იყოს მიზეზი ეს არის რომ შესაძლოა და სხვა ეს ამას მე ვუშვებ და ეს გამივლია კიდეს თავში რომ ილია შეიძლება გახდა საკუთარი იმიჯის მძევალი, ანუ ის იმიჯი რაც მან შეიქმნა, აი იმის მძევალი გახდა, ანუ ის ჩამოყალიბდა როგორც one punch ნოკაუტორად და შესაბამისად ყველა ბრძოლაში ცდილობს და თვლის რომ უნდა one punch ნოკაუტით გაიმარჯვოს. და ანუ გარკვეულწილად შეიძლება ეს მესამე იმათ დავასახელოთ მიზეზად, მაგრამ ვარიანტად მიზეზისა, მაგრამ ალბათ პირველის და მეორეც ეს დაუფასებლობა დაუშვათ თუ იყო ასეთი და ეს საკუთარი იმიჯის მძევალიც, ეს ალბათ მაინც ეგოს თემაა. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება ეს ფაქტორიც იყოს, მაგრამ შეგახსენებთ ყოველ შემთხვევაში, რომ ილიამ KO-ებით დაამარცხა სხვათა შორის მაქსიც, ჰოლოვეი, ვოლკიც და
ოლივეირაც, მაგრამ ყველგან მუშაობდა. ანუ ეს არ იყო უბრალოდ აი დაძდებდა რომ ერთი დავარტყა, არა, იქ მუშაობდა ილია და ჩემი აზრით თუნდაც one punch knockout-ით ჰქონდა ილიას გეგმა მეტოქის გათიშვისა, ასე რაღაცა პრიმიტიულად ერთი ხელის დარტყმის მცდელობებით არიზავდა ამას და იმუშავებდა, იმიტომ ზოგადად ცით როგორ არის აი მაგალითად გეტყვით ემეტთან, ხო? ემეტთან არ გაუთიშია ემეტი ილიას, მაგრამ ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბრძოლა ემეტის იყო, ხო? აი ეს იყო იდეალური ილია, მუშაობა, სადაც შეიძლება one punch knockout-ით გაეთიშა, იქ რამდენიმე ესეთი დარტყმა დაარტყა ბრძოლის მსვლელობაში, თუმცა თავარი ეშხი იყო აი მუშაობის, იმ კომბინაციების, იმ აქტიურობის, იმ მოძრაობისა ილიასგან, რაც ამ ბრძოლაში ვერ ვნახეთ. მოკლედ მე არ მგონია სიმართლე გითხრათ რომ ამ მიზეზებში, თუმცა მე კიდევ ერთხელ მე არ ვამბობ რა იყო აქეთა, მე ვარაუდებს ვამბობ რამდენი ვარიანტი თქვენ განსაჯეთ ესე იყო თუ არა, მაგრამ მე მაინც ნაკლებად სავარაუდოდ მგონია რომ ამ ეგოში იყოს მიზეზი, ვინაიდან ნუ ეს თუ ასია და მიზეზი თუ მართლა ეგარეთ, მაგიტო თუ იბრძოლა ასეთ სტილში ილიამ, მაშინ აბადეთ მაგრამ კარგია რომ წააგო, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა უბრალოდ დეგრადირებამდე მივყვა და მებრძოლს და ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებდით ძალიან მაგარი უნივერსალი მებრძოლისგან რაღაცა ერთფეროვან, სწორხაზოვან, სამხრეთ განვითარებულ მებრძოლს და თუ ეს ასია, მართლა კარგია რომ წააგო, რომ დროულად ახალგაზრდა ილია დარწმუნებული ვარ და თუ ეგ არის მართლა მიზეზი, დროზე გადადებდა, გაწევდა მე და დაუბრუნდებოდა მართლა საღ და სწორ მიდგომას. თუმცა კიდევ ერთხელ არ მგონია მე მიზეზი იყო ეგ, ვინაიდან ილიანაც ძალიან კარგად იცის, რომ იგივე მაქსის და ჰოლოვეის და ოლივერას თან KO-ები სწორედ იმ მუშაობის და იმ აქტიურობის და იმ სტილის ბრალი დამსახურება იყო, რაც ის აკეთებდა საერთოდ. საჯერის ძალიან ხშირია ერთ-ერთ ჩემს მეგობარ მებრძოლთან ერთად გეტყვით ამირან გოგოლაძესთან ერთად საუბრობდით და მის წინა ბრძოლებზე როცა გავდიოდით ხაზი გაუსვით იმას, რომ ძალიან ეძებდა ერთი დარტყმით, აი ერთ ზუსტ დარტყმას ამდენს ბევრს კარგავდა დროსაც, რესურსებს და იმ მომენტებს, რაც შეიძლება კარგი ქულები აიღო იმ დროს და ესეთი ფრაზა აი მის მერე სულ მახსოვს და სულ მეორებ, როცა მებრძოლებთან რაღაც აი ამ თემაზე ვსაუბრობ, რომ არ უნდა ეძებო ერთი ზუსტი დარტყმა. შენ არ უნდა მიზანი არ უნდა გქონდეს ბრძოლის დრის, რომ მე ბრძოლის დროს, რომ ბრძოლის წინ რომ მებრძოლი გათიშო. შენ უნდა გქონდეს მიზანი, რომ მებრძოლი მაგრად ცემო და თუ ეს მებრძოლი გექნება, აუცილებლად გაითიშება და სხვადასხვა ასეც იყო, როდესაც ზედიზედ 4 თუ 3 ბრძოლა ამირანმა მოიგო დისიშენებით, თუმცა ის მუდმივად აი ცდილობდა, რომ აი ერთი დარტყმით მოეთხა და დისიშენებით იგებდა, მაგრამ დისიშენებით ბოლო ბრძოლაზე სურდოსთან სადაც კაცრად აი მაგიმით გავიდა, რომ საცემრად შევიდა, სურდოს საცემრად პირველივე რაუნდში ამ ცემის დაწყებისას ისე გათიშა, რომ თვითონაც არ ელოდა. და ფინიში აიღო სწორედ იმ ბრძოლაში, სადაც არ ეძებდა ფინიშს, უბრალოდ შევიდა აი საცემრად. ნუ ეს ძალიან კარგად იცის ილია და მე გამოვრიცხავ მაგას, რომ აი ამიტომ გადაწყვიტა ერთი ფანჩის ნოკაუტის ზებნა, რომ აი ეს კარგია და მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ ის რომ აი ეს გეგმა ქონდა, რომ ერთი დარტყმით გავშიშე, მე ვფიქრობ, რომ სხვა ცოტა უფრო სერიოზული მიზეზები აქვს ამას. მით უმეტეს რომ როდესაც რაღაც გეგმას იწერება ბრძოლის დროს, აუცილებლად ყოველთვის არის ხოლმე გეგმა B. მე მეპარება და დარწმუნებული გამოვრიცხავ, რომ ალექსანდრე თოფურიას თვითონ ილიასაც გეგმაში არ ქონდეთ ხოლმე მაგათად გეგმა B, ანუ მეორე ვარიანტი თუ პირველი არ გამოდის და ასევე ყველა გეგმის დროს, ყველა ბრძოლის წინ აუცილებლად განიხილება რა უნდა ქნას მებრძოლმა იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაში მოხვედრას გეგმის მიხედვით თავი უნდა აარიდოს. რომ იქ ეგეც უნდა იყოს გავლილი. ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ ეს არ გაევლო ამ გუნდს და ის რომ უბრალოდ არც ცადეს გეგმის შესვლა მაინც და მაინც ამასაც აქვს სხვა ცოტა უფრო სერიოზული მიზეზი. მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ შევაჯამოთ, რაც აკეთებდა ილია რაუნდების მსვლელობაში. ყველა რაუნდის დროს, ზოგჯერ რა გამოდიოდა, ზოგჯერ გეიჯის ხოტყვილა არ იყო, რაღაცებს პასუხობდა, მაგრამ რა იყო ხოლმე ამის სამოქმედო გეგმა რაუნდის დროს. პასიურად დაწყება რაუნდის პირველი ნახევარი დაახლოებითაც პირველი ნახევარი ეძებდა ერთ დარტყმას და აქტიურდებოდა რაუნდის ბოლოს. ყველა ლოგიკით ამის ახსნა უნდა იყოს ის, რომ მებრძოლს არ უნდა დახარჯოს ენერგია, უბრალოდ მინიმალური ენერგია დახარჯოს. მებრძოლი უფრთხილდება ენერგიას.
რატომ უნდა გააკეთოს ეს მებრძოლმა პირველივე რაუნდიდან თან ასე აშკარად აქვე სხვადასხვა ერთ ამას ჩავატყავ ხაზს გაუსვებ ამაკამდე ვთქვი არანაირი head movement-ი და ძალიან ცოტა მოძრაობა ეს ახდა ამ ყველაფერს რატო უნდა და დაუბრუნდები ისევ ჩემ მსჯელობას რატო უნდა გააკეთოს ეს მებრძოლმა და თან პლუს ამას ემატება ის ეპიზოდიც კი შეიძლება გეგმა ესეთი ქოდეს შორტს გაწერილი როცა decision-ზე გრძელვადიან ბრძოლაზე ხანგრძლივ ბრძოლაზე აწერ გეგმას მაგრამ მომენტი თუ ჩაგივარდა იქ მაინც ხონდა აჩქარდე ჩემთვის გასაოცარი იყო როცა მესამე რაუნდის დასაწყისში მას შემდეგაც მეორე რაუნდის ბოლოს კინაღამ მოკლა გეიჯი ტანში დატყვებით მესამე რაუნდი რომ დაიწყო ისევ პასიურად აი ეს იყო შოკის მომკველი ყველა ვარიანტი იკითხება და მესამე რაუნდში მივარდნა და ისევ ტანიდან დაწყება და დამუშავება გეიჯის თუმცა ილიამ ეს არ გააკეთა ასეთ გეგმას მებრძოლი მიყვება მაშინ როდესაც ის არ გძნობს თავს კარგად ანუ მარტივად რო ვთქვა როცა მებრძოლი ცუდათაა პირდაპირი გაგებით ცუდად ავად არის ახლა დიაგნოზს ამ შემთხვევაში მე ვერ დავსვავ სიცხე აქვს რაღაცა ბოდიში და ინტოქსიკაცია არ ვიცი მაგრამ როცა მებრძოლი ცუდად არის და მოდი პირდაპირ ვთქვა თუ ილია თოფურია ბრძოლის დღეს თავს იგზნობდა ცუდად თქვენს ხომ კარგად იცით რომ გამორიცხული იყო რომ ილიას ესე თქვა და ბრძოლაში ამ ბრძოლაზე არ გასული ანუ რომ ჩაეშალა მთავარი ივენთი თეთრი სახლის ივენტზე ეს იყო უბრალოდ გამორიცხული ფეხზე დგომა თუ შეეძლო ორი ნაბიჯის გადადგმა ილია ბრძოლაში აუცილებლად შევიდოდა მეგონი ამაზე მეთანხმებით ამავე თეორიას ასე ვთქვათ ამყარებს ის ფაქტი რომ ნაკლებს მოძრაობდა ილია და head movement-ი, რომელსაც სჭირდება საკმაოდ ენერგია და საკმაოდ მობილურობა, ქონდა ნულზე დაყვანილი ილიას. ეს ყველაფერი მე ყოველ შემთხვევაში მიმითინებს იმაზე, რომ უბრალოდ ფიზიკურად ილია იყო ცუდა. ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, შეიძლება იყოს რაღაცა ინტოქსიკაცია, შეიძლება სულად კიდევ ერთხელ, ბადაღებული თითქოს ისე გამომდის, რომ აი ძალიან ვებრძვია მწონის კლების თანამედროვე იმას, მაგრამ შეიძლება იყოს ასევე წონის კლების დროს და ის რომ წონის კლების დროს არ გამოჩნდა მაინც ცუდად ილია ეს არ არის ყველაფერი ერთია წონის კლება და მეორე წონის აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგჯერ ზოგ შემთხვევაში სხვა შორის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია აი დღენახევარში წონის აღდგენა ბრძოლამდე წონის აღდგენა ბევრად უფრო რთულია და მნიშვნელოვანი და სპეციფიური ხშირ შემთხვევებში ვიდრე კლება ასე რომ მე ყოველ შემთხვევაში დავინახე რომ ილია არ იყო ფორმაში ხო დავარჯიშები არ იყო ხო ამას ხო ვერ ვიტყვი და არ იყო ფორმაში ამის ახსნასაც ვხედავ რომ ერთადერთი მაშინ რომ უბრალოდ მგონია რომ ილია იყო ცუდად და კიდევ ერთი რა ვარიანტი რაც ზუსტად იგივე რაც მოყვები რომ პასიურად შეგნებულად ეს one punch knockout-ზე და მარტო ბოლოს გააქტიურება ეს ნაკლები მოძრაობა ნაკლები head movement-ი იგივეში ყველაფერში შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი თუ ეს მიზეზი იყო ეს არის წონა ოღონდ წონა ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ წონის კლებას ან წონის კლების პრობლემას მე გულისხმობ ზოგადად წონის მატებას ანუ ზოგადად რომ მოიმატა წონა ილია თოფურიამ ამ ბოლო პერიოდში ეს არ გაგიკვირდეთ ეს წონის მატება იმ წონის ტარება სპორტსმენისთვის რომელსაც ის არ ატარებდა მე არ ვამბობ ეს ზედმეტი წონა კი არ გქონდა ეს კუნთოვანი მასა იყო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რაც მოიმატა ილიამ მაგრამ ეს ყოველთვის ასე ვთქვათ კარგი არ არის ყოველთვის კარგი არ არის ძალიან ხშირად არის ცუდი იმიტომ მებრძოლის ასე ვთქვათ გარკვეულწილად ანთროპომეტრია იცლება მისი როგორც მობილურობა და მობილობა ასევე მისი ენერგიის ხარჯვა მისი გარკვეულწილად მისი მეტაბოლიზმი აქტივობის დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის მე კიდევ ერთხელ უნდა გავახსენო ამიდან გოგოლაძე როცა სურდოს ბრძოლებს განვიხილავდით აღმოაჩინე ძალიან უცნაური რაღაცა რომ სურდო მისი ბოლო 10 ბრძოლა ვნახე თუ რაღაცა ერთ-ერთი ძველი ბრძოლა შევაშინე რომ სურდო უკეთესად მოძრაობა მიიღოს რომ ის ბრძოლა წააგო და შეიძლება სხვა ბრძოლებში შედეგი უკეთესი იყო და უკეთესი მებრძოლი მომეჩვენა და რო დავაკვირდი ეს იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა სურდო რომელსაც არ ქონდა კუნთოვანი მასა მომატებული შემდეგ სურდო დაიკუნთა გახდა ცოტა ისეთი ჯეჯგვი კი ძალა მოემატა მაგის მერე მაგრამ ასე ვთქვათ სტილისტურად და როგორც მებრძოლი ბევრად უფრო ლიმიტირებული უნარების გახდა და ბევრად ნაკლები რაღაცას შეეძლო
ბევრად ტლანქიც გახდა ამას. ეს უბრალოდ მაგალითად მოიყვანეს სურდო რომ შესაძლოა რომ ილია თოფურია ამ თავის ახალ ასე ვთქვათ კონსტიტუციასთან თუ შეიძლება ასე ვთქვათ ჯერ არ არის სათანადო ან ვერ მიყვა მას მისი სქილები და უნარები და მისი მეტაბოლიზმი პირველ რიგში ამ ახალ ასე ვთქვათ გაბარიტებთან. ნუ ესეც კიდევ ერთხელ ჩემი ვარაუდია შეიძლება ეს იყოს ერთი ანუ არ მოიწამლა ან რაღაცა ვირუსი კი აქვს რაღაცა შეიძლება ეს იყო მიზეზი და ამის გამო გზნობდა თავს ვთქვათ დისკომფორტში. მოკლედ აი ეს მინდოდა მithქვა მეცხადია მხოლოდ ვარაუდებია ეს ჩემი და უბრალოდ კიდევ ერთ რამეს გეტყვით რომელიც კიდევ უფრო მიმყარებს არ შეიძლება ძალიან ეჭვებში ვარ მაგრამ მე მინდა გთხოვოთ რომ დააკვირდით ილია როგორ იქცევა ბრძოლამდე ოქტაგონში ანუ როდესაც ბაფერი აცხადებს მებრძოლებს და მანამდე უკვე როცა არის ოქტაგონში შესული როცა მებრძოლს უყურებს და რაღაც აი ესე რო აკეთებს ხოლმე რა ხრებს ხო იცით რაღაც სახის გამომეტყველებას დააკვირდით და მის გამოხედვას და საერთოდ რას კითხულობთ მის სახეზე და მე ნახეთ ზუსტად იგივე სიტუაციაში როგორ გამოიყურება მის სახის გამომეტყველებას და ქცევას და რა მესიჯებს უგზავნის თავის გამოხედვით კიდევ მიმიკით მეტოქეს ნახეთ ეს გეიჯისთან ნახეთ ეს ოლივეირასთან ნახეთ ეს ჰოლოვეისთან ნახეთ ვოლკთან და თუნდაც წინაბრძოლებში ეს სამი მაინც ნახეთ ჩემი თხოვნა მართლა ნახოთ მართლა მინდა ნახოთ რომ მე მეჩვენება რომ აი 3-4 შემთხვევაში თუ ძალიან თავისუფალია ძალიან თამამია და თან სამივეგან ერთნაირი აქ არის ცოტა განსხვავებული აქ თითქოს ცოტა უფრო ღელავს მესმის შეიძლება მითხრათ რომ ეს არის თეთრი სახლის ივენთი ეს აფხელა ქარიზმა მოდის და რაღაცა მაგრამ გაიხსენეთ ვიზია საუბარი ილია თოფურიას ასეთი რაღაცეები არათუ თრგუნავდა პირიქით უფრო აზარტში აგდებდა და უფრო თამამი ხდებოდა მე ვფიქრობ რომ იგივე ეგ თითქოს და არადამაჯერებლობდა მე ამ სიტყვას გამოვიყენებ ამ გამოხედვაში ზუსტად ის ასევე იმაზე მეტყოლებს რომ ამ ბრძოლის წინ უკვე ილიას რაღაცა ჭირს ამიტომ შესაბამისად ბეგეგებაში ბევრი რაღაცის შეტანა აღარ შეეძლო ან რაც ჰქონდა გეგმაში კიდე რაღაცები იზოლებულები იყო ამოიღო და იყო მარტო ერთ რამეზე იყო დამოკიდებული მოახერხებდა თუ არა one punch knockout ნუ კარგი რაუნდის ბოლოს მთელი ძალები მოეკრიბა და მაინც გააქტიურებული იყო და სხვადასხვა აქვე გეტყვით რა მიაქციეთ ყურადღება როგორ დაიღალა ილია თოფურია მეორე რაუნდის ბოლოს როცა გააქტიურდა და იქ რაღაც შედეგები მიიღო მეტყვით რომ ჭიდაობა ღლისო მაგრამ ჭიდაობა არ უჭიდავია ილია თოფურიას სხვადასხვა თუ გახსოვთ თვითონ ჩაიკეც არ დაუგდია ილიას გეიჯი ღვიძლში დარტყმით ტანში დარტყმით ჩაიკეცა დააწვა ზემოდან ილია თოფურია და იყო მთელი წუთნახევარი მეტია რა სხვადასხვა იყო ზემოდან ისე რომ მაინც და მაინც წამოდგომასაც ვერ ცდილობდა გეიჯი იმიტომ რომ ტკიოდა აი ეგეთი მოქმედებები ილია თოფურიას ასე არ ღლიდა მოკლედ ჩემი მოსაზრება ეს არის თქვენც მომწერეთ მე არაფერს არ ვამტკიცებ მე უბრალოდ ამდენი ვარიანტი ვთქვი ზოგადად თავიდან ვთქვი ის რაც დავინახე შემდეგ სცადე მეპოვა ახსნები ამ ასე ვთქვათ წუნისა ტექნიკური და ტაქტიკური წუნისა რაში შეიძლება ყოფილიყო მე რაც მომაფიქრდა ვარაუდები გითხარით მომწერეთ თქვენი ვარაუდები თქო ძალიან კონსპირაციებში ნუ გადახვალთ ძალიან გთხოვთ და პირველ რიგში რა თქმა უნდა უსურვოთ ყველას ილიას თოფურიას ჯანმრთელობა, გამოჯანმრთელება, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალურად აღდგენა სრულია თავის მენტალობის და დაბრუნება მე დარწმუნებული ვარ რომ ილია თოფურია დაბრუნდება ისეთი ძლიერი როგორც არასდროს ყოფილა და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ვიხილავთ ჯიუტ მატადორს რომელიც ჯიუტად ივლის იმ მიზნისკენ რაც მას ასახული ქონდა გახდეს ერთადერთი და განუმეორებელი მებრძოლი MMA-ში ყველა დროის. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს ამით დავასრულებ. თუ მოგეწონათ, მოიწონეთ, მომწერეთ ასევე თქვენი მოსაზრებებიც, გამომიწერეთ და თქვენც იყავით ჯანზე ილიასავით. ნახვამდის.